ამ მანქანის უკანა მხარეზე საერთოდ ცალკე განხილვა შეგიძლია, რომ გადაიღო. როგორც აი მანქანაზე ტესტ-დრაივებს ვაკეთებენ ხოლმე. შეგიძლია თავისუფლად გადაიღო ჩაიკას ტრაკი. დააწერო ესე YouTube-ზე და ძალიან ბევრი ნახვაც ექნება რა. ბიჭო აი წეღან ვიჯექი ესე და უყურებდი და ვფიქრობდი რომ აი ტიპებმა რა ქნეს. ანუ კი პაკარდიდან აიღეს რაღაცეები, მაგრამ პაკარდს ესე ტრაკი არა. აქ ნახეთ რეებია ნაჩარჩები ხა დეტალურად მივყვეთ რა. მოყოლე ფარზე არის ეს კანტი გამოყვანილი, ქრომი, რა თქმა უნდა, აბა სხვას რას აკადრებდნენ ახლა ეს საბჭოთა კავშირში. პატარა ესეთი ზოლებია გაკეთებული ფარზე, გეგონება ეს უბრალოდ ფარი აქ არ ეყოფოდა. მერე ქვემოთ აი ეს ყვითელი მაშუქი არის მთლიანად ქრომში ჩასმული, ანუ ფარში აქვს კიდე ქრომი გამოყვანილი. დაბლა არის უკვე უკუსლის ნათებები, თეთრი, რომელიც ასევე ქრომის ბამპერზე გადადის. ნუ ეს ჩაიკას ლოგო უკვე ამოწეული, ასევე ქრომშია გაკეთებული, ნაკლები არ ეკადრება ჩაიკას ლოგოს და ყველა მდიდრულ ავტომობილზე ესეთი რაღაცები უნდა იყოს დაფარული. როგორც არის კარების გასაღები, ნუ იქ რაღაც დეტალები, რომელიც ფუნქციონალურია, მაგრამ არ გინდა რომ გამოჩნდეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საწვავის ჩასასხამი, ანუ ავზის თავსახური ნომერში. აქ ისევ ჩაიკას წარწერა, რომ ჩაიკა და ბამპერი. ნუ ბამპერი ცალკე, ბამპერზე კიდე ცალკე ვიდეო შეგიძლია გააკეთო და ჩაიკას ბამპერი დააწერო და გადაიღო ბამპერი. ეს ბამპერი შედგება 3 ნაწილისგან. აქედან გამოდის ესე ფორმა აქვს გაკეთებული ბამპერისთვის, აბა უბრალოდ სწორს ხო არ გააკეთებდნენ. მერე ეს გადადის ცენტრალურ ნაწილზე, სადაც აქ კიდევ ტალღები აქვს გაკეთებული, რომელიც არაფერში არ ჭირდება, საერთოდ უბრალოდ იყო საშუალება და გააკეთეს. ნუ სტილისთვის არის ეს ყველაფერი გაკეთებული.